ეწავენ ბავშვებს, იმიტომ რომ პუტინი არ უნდათ, მორჩა. არავინ არ დაგნებდებათ, კაცო. ლეწავდით დაგდებულ ადამიანებს, ლეწავთ მესამე დღეა და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულები ხართ და ის გიკვრის რომ დაბრაზებული და რბილად რო თქვა, ყოფი და გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახეთ. მოგაძახეთ, მეც მომაძახებთ ეხლა თქვენთან რო ვიქე. არ უნდა მოგაძახო, არ უნდა მოგაძახო. გამოვიდა კაცი პუტინთან ერთად პრაქტიკულად სინქრონში თქვა ის რაც თქვა ეხლა და რატო გიკვირდა? ვერ დაიმალება ეს ყველაფერი, მართლა ვერ დაიმალება. ვერ დაიმალება ეს მოძალადეები. რა დროს ეს არის დეტალია, მაგრამ ეს მოძალადეები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებულები. მომავალში ვერც ერთმა გიჟმა ხელისუფლებმა ვერ გაბედოს. ის რასაც ბედავს ეს და ბედავდა წინა ხელისუფლების აი შორის ადამიანების მათ შორის. ეხლა უბრალოდ რუსული ინტერესის საფრთხეში მოქმედებენ და ეს არის განსხვავება. თორე ლეწავდნენ ესენი წინა და იმის წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების დროს. და აი მათ შორის იმისთვის იუძვის ეს ხალხი რომ ხელისუფლება ისე შეიცვალოს არჩევნების გზით, რასაც ვითხოვ. მოვიდეს კოალიციური დემოკრატიული ძალები მართლობაში რომ ვერავინ ვერ გაბედოს. ის რასაც ბედავს 32 წლის განმავლობაში პოლიციელი. ვერავინ ვერ გაბედოს. მართლა ჩალი არ არის დაფარული და რო არ არის იცით, აქ ხო ვართ. ქუთაისში იმდენი უტყით ხალხს რომ ქუთაისშიც გამოიყვანეთ ეხლა სხვა ხალხი. ბათუმშიც, ხაშურშიც, ზუგდიდშიც, ახმეტაშიც, შხოროწყუში და ყველგან გამოიყვანეთ. მართლა ხო არ დაგვავიწყდა რომ პირადი მცველი ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი. პირადი მცველი და არ იცით არ გილაპარაკიათ ერთმანეთთან რომ ფულში იხჩობიან ეს კალაძეები და კობახიძეები და დინარაძეები ფულში იხჩობიან და თქვენ რაღაცა გეშავენ ჩვენზე გასო. ყველამ გავაფრინეთ თელ საქართველოში. ყველა ერთბაშად გაგიჟდა და გამოვარდი. მართლა მე არ მინახავს ხალხო. არ მინდა ეხლა ეს რა მინდა ხო გასაგებია ხე. აბე მიმართვა არ არის ეხლა ხო გასაგებია. ბატონო ნიკა, ვიკითხა მეთქე თუ შეიძლება დაკავებულებთან დაკავშირებით. ასე მეტი დაკავებული იყო და მათიდან 10-მდე იყო რუსეთის მოქალაქე. როგორ მოხდა ეს? ანუ ამით რისი თქმა გინდათ? კითხვის დასმა მინდა, რომელიც არ ვიცი მე თქვენს მე დასმულ კითხვაზე ხომ აქვს უფლება რომ პასუხი არ გაგცეთ, ხო? არ ვიცი, გაერკვეთ თავად, მე რა გითხრათ? ეხლა ერთი ვიცი რომ ამ სახელმწიფოს შთანთქვა რუსების მიერ ვერ მოხდება. ვერ მოხდება. ისტორიულად არც ერთი ქართველი არ არსებობს საუკუნეების განმავლობაში, ვისაც უთქვამს, რომ ის არის მოღალატე. არ არსებობს. გინახავთ რომელიმე პირი საუკუნეების განმავლობაში, ვინც ღალატი ჩაიდინა და ეთქვას, რომ ის ღალატობს ქვეყნის ინტერესს? არა. თუ გასარკვევი გავთქვით, თქვენ გააკვიეთ. ერთი ვიცი რომ თავისუფლებისთვის იბრძვის ეს ხალხი. და იბრძვის არჩევანის უფლების დაბრუნებისთვის ამ ქვეყანაში. ესა კონსტიტუციური ნორმა უნდა შევაჩერო 2028 წლამდე. ეს თქვა კობახიძე. ეს იგივეა. სხვა ნებისმიერი კონსტიტუციური ნორმა შეაჩერო. მაგალითად, განათლების უფლება წაართვა საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ ისიც წერია კონსტიტუციაში. ჯანმრთელობის უფლება წაართვა, სიტყვის თავისუფლების უფლება წაართვა, იმიტომ რომ ისიც კონსტიტუციური ნორმაა. კონსტიტუციით არის გარანტირებული. კონსტიტუციით არის გარანტირებული 78 მუხლი მხედველობაში, რომ ამ ქვეყნის მისწრაფება სახელმწიფოს უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია კონსტიტუციაში და გამოვიდა კაცი და თქვა 2028 წლამდე ამას ვაჩერებო. ნახევარ საათში პუტინის განცხადება მოყვათ. ეხლა თქვენ აქეთ მეკითხებით, ეხლა ვინ არის ის 10 ადამიანი თქვენ თვითონ გაარკვიეთ, რა ვიცი.